წლის მარიამ პავლიაშვილი მისი ასაკის მიუხედავად უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსია. ის თბილისის ბიგ ბენდში მღერის და ახალხმაში საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად მოვიდა. მე ვარ მარიამ პავლიაშვილი, 20 წლის თბილისიდან. ვცხოვრობ დედასთან ერთად. მამა წავიდა 5 წლის რო ვიყავი და იმის მერე მე ჩემი და დედა ერთად ვცხოვრობდით და მე შემდეგ ჩემი და გათხოვდა ახლა და დავრჩით მე და დედამ. 2013 წლის მარტში ჩავაბარე ბერკლიში, ბოსტონში, მუსიკალურ კოლეჯში, რომელშიც მოვხვდი ძალიან შემთხვევით, მარტო ვიდეოები მქონდა გადაგზავნილი, აპლიკაცია არ მქონდა შევსებული და მომწერეს რომ ჩავსულიყავი 2 მარტს გამოცდაზე. მივწერე რომ არ შემეძლო და მე ვალენსიაში გადამიტანეს ესპანეთში გამოცდა 8-ში და 8-ში ჩავედი იქ ჩავაბარე გამოცდა და 31-ში მომივიდა უკვე პასუხი ჩარიცხვის შესახებ და მე ისე მოხდა რომ დაფინანსების ძიებაში რაღაცები ვერ მოვახერხე და ჯერჯერობით ვეძებ და ისე კი მელოდებიან 3 სემესტრი დამელოდებიან სანამ მოვძებნი დაფინანსებას. ახალი ხმა პირველ რიგში მომწონს როგორც პროექტი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და განსხვავებულია იმ პროექტებისგან, რა პროექტებიც ყოფილა აქამდე. თუ პირველ რიგში ყველაზე საინტერესო მაინც ბლაინდი არის და ბრმა კასტინგი. და მე იმიტომ გადაწყვიტე აქ მოსვლა, რომ ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ, მაინც ყოველთვის სხვა გამოცდილება ეს კონკურსი და სხვა მღელვარება. მე მღერი ჯენიფერ ჰადსონის One Night Only-ს. სიმღერა არის რთული საკმაოდ, შრომატევადი არის, მაგრამ ისეთია ემოციური, დატვირთული ძალიან და მე მაგიტომ მომწონს ეს სიმღერა და რაც შეეხება მწვრთნელს არ ვიცი, ჯერ მაგაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, იმიტომ რომ რაღაცა პროცესში ვარ იმის გადაწყვეტის, ვისთან შეიძლება რომ წავიდე. დარწმუნებული კი ვარ, რომ ვიღაც მაინც შემოტრიალდება, მაგაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ნახოთ აბა რა სისავს. ეს მგონია. ჯენიფერ ჰადსონი უნდა იმყაროს. ხო, ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა. You want some my love and my devotion. You want my love and soul right on the line. Love you forever. The only trouble is you really don't have the time. You got one night only, one night. That's all I have to spare. Oh, one night only. Let's not pretend. In the morning, this feeling will be gone. It has no chance going on. Something so right has got no chance to live. So let's forget about chances. Here's a ძალიან მაგარი გოგო ხარ. არაჩვეულებრივი, აი ესეთი ენერგეტიკა გაქვს და ისეთი მუხტი წამოიღე რომ რამდენი წლის ხარ? 21. 21. რა ქვია? უნდა მარიამ. მარიამ. გვარი? პავლიაშვილი. კაი გოგო ხარ ძალიან. მე ვოცნებობ რომ შენ ჩემთან წამოხვიდე. მე ვფიქრობ რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. არა, რატომ მე ვიბრძოლებ იმისთვის? აი ბრძოლე, შეგიძლია იქ დადგე. წამოგინდა ერთად დავდგეთ. წამო. წამო. გინოფოლ ამაზია, მე თუ დათო. არა, ეხლა ჩვენ დათოს რეკლამას უკეთებთ, ეს ისედაც დათოსთან მიდის, მაგრამ ოკეი, აჰა. ვისთან მიდიოდი თავიდანვე რომ მოდიოდი? ვინ ყავდა გადაწყვეტილი? გამოიხედე ნახე რა ლამაზია. თქვი ვისთანაც? ხო დათოსთან მიდიოდი. ხო ტყუილად გაბავს. თქვენია?
თუ დათოსთან მიდიოდა. რისი თქვენია მაგი? არა, ტყუილად გაბავს თუ დათოსთან მიდიოდა. აშანტაჟებთ ბავშვს, ვერ გავი. დაბძანდი თქვენ საერთოდ. არა, ტყუილად არ აბავს. აბა ნახო. მე არ გაბავ, გადავიტან, აბა გიყურებთ. არა, ლელა იბრძოლე. ან გადაიტანენ, ანუ ოღონდ შენ თქვი. ხო, აი, რთული ყოფილა აქ დგომა მართლა. მაგრამ კარგი, სასიამოვნო შეგრძნებაა. და თქვენი გადაწყვეტილება არის ვარიაზრი არ არსებობს. ნერვიულობდი ძალიან რომ გამოვედი სცენაზე ხალხი რაღაც ზურგით არის. სამი მწვრთნელი რო შემოგიტრიალდებოდა ელოდი ამას? სიმართლე რომ გითხრი კი. წარმატებას გისურვებ და მადლობა. მე ძალიან მიხარია რომ მარიამი წამოვიდა ჩემ გუნდში და არ მოუტრიალდა მხოლოდ ერთი მწვრთნელი და შეიძლება წასულიყო კიდეც იმ მწვრთნელთან რომ მოტრიალებული ხო. ალბათ კი არა, ძალიან კარგი გოგოა მარიამ პავლიაშვილი, უბრალოდ მე შეიძლება ცოტა მეტი ამბიცია მქონდა ჩემი თიმის შეკრებისას. მე უბრალოდ იმაში გავიმართლა რომ ამ ფანტასტიურმა პროფესიონალმა ადამიანმა მოისურვა ჩემთან ერთად გაიაროს ეს გზა.